როდის დაიწყო შენი ესეთი მძიმე ცხოვრება? დედიკო წავიდა, როცა უკვე მეორე კლასში გადავედი, ჯერ მამა წავიდა. ჯერ მამა წავიდა და მერე დედიკო წაიყვანა. ეგ კიდე ძალიან რთული ალბათ, როცა ორივე მშობელი გასულია. ყოველთვის ქონდა რაღაცები, მაგრამ ყველაზე მთავარი გვაკლდა რა ეს მშობლების სითბო. ვიღაცა რომ დარეკავდა, ანუ ელუდებოდი რომ აი დედამ ხო არ დარეკან. დედაჩემ ვერ ვიცანი მე. იმდენად იყო შეცვლილი. და სამსახური რა იყო დედასი? აი მისი აი ესეთი სახეცვლილების მიზეზი ხო? ავტობუსის ჭერში ჩააყუდეს რამოდენიმე ადამიანი და დედაჩემა არ იცოდა. ეგ უთხრეს საზღვარზე. არასდროს არ გიფიქრია, რომ დაგეტოვებინა შენი მუნიციპალიტეტი? რომ მიდიოდა ჩამეხუტა და ხო იციო რომ ამას არასდროს არ ვიზავდიო. ანუ ფაქტის წინაშე აღმოჩნდა რომ მოუწია წასვლა რა და შვილების დატოვება. შენ აქ როგორც გიჭირდა და რა ტკივილებსაც ებრძოდი, იმას კიდე 10 მაგათ და 100 მაგათ უჭირდა იქ რა. და დღესაც რაც მაკლია ყველაზე მეტად არის ის რომ ანუ საუზმე სადილ და ვახშამი არ ქონდა ერთად რა. მთელ ოჯახს ანუ